დაკითხვაზე 3 მოწმეა A, B, C. C ამბობს ეჭვმიტანილი უდანაშაულოა, B ამბობს C იტყუება, ხოლო A ამბობს B იტყუებაო. ესე იგი, პირობის თანახმად მხოლოდ ერთი მათგანი ამბობს ტყუილს და თან ეჭვმიტანილი უდანაშაულოა, ვიცით ჩვენ ეს და ვინ შეიძლება ამბობდეს ტყუილს ჩამოთვლითაგან A, B, C, A, B ნებისმიერი. დაშვება 1. C-ს ნათქვამი არის სიმართლე. ეს ნიშნავს, რომ B-ს ნათქვამი C ტყუილს არის ტყუილი, ხოლო A-ს ნათქვამი B ტყუილს არის სიმართლე, ხო? ამ შემთხვევაში ვიღებთ სურათს, რომ მხოლოდ B ამბობს ტყუილს, ეჭვმიტანილი უდანაშაულოა, ერთი მათგანის ნათქვამი ტყუილი, ამიტომ ეს სასურველი სცენარია. მეორე შემთხვევა, C ამბობს ტყუილს. B-ს ნათქვამი C ტყუის სიმართლე გამოვა, ხოლო მართალ B-ზე A ამბობს ტყუილსო, ამიტომ A-ს ნათქვამი გამოვა ტყუილი. ეს შემთხვევა ჩვენ არ გვაწყობს, იმიტომ რომ ერთი მხრივ C ტყუილს ამბობს და ეჭვმიტანილი დამნაშავე გამოგვდის, თან ორი ტყუილი მივიღეთ და შესაბამისად მხოლოდ პირველი სცენარი არის ჩვენთვის სასურველი. ამ პირობებში ვინ შეიძლება ამოვიდეს ტყუილს? პასუხი გამოდის B, მხოლოდ B.